თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში კლინიკა ახალი მზერის ინიციატივით და პროფესორ მერაბ დვალის ორგანიზებით გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია ოფთალმოლოგიის აქტუალური საკითხები, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტები. დღეს ჩვენ თვალის კლინიკამ ახალმა მზერამ წარმოადგინა 3 ექსპერტი სხვადასხვა მიმართულებით, რომელიც ჩვენი აზრით იყო ყველაზე საინტერესო საქართველოს ოფთალმოლოგებისთვის და რეზიდენტებისთვის. ეს 3 დღის კონფერენცია და დღევანდელი ჩვენი შეხვედრა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე და ვიტყოდი, რომ ჩვენი ახალგაზრდები საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს ამ ინგლისურ გარემოში. კონფერენციის მიზანი იყო საქართველოს ოფთალმოლოგიური საზოგადოების ინტეგრაცია გლობალურ სამეცნიერო სივრცეში, პრაქტიკული გამოცდილების გაზიარება და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება. მომხსენებლებს შორის იყვნენ ოფთალმოლოგიის საერთაშორისო ექსპერტები პაკისტანიდან და ეგვიპტიდან, რომლებმაც წარადგინეს უახლესი ქირურგიული მიდგომები, ასევე ბავშვთა რქოვანას პათოლოგიების თანამედროვე მართვის პროტოკოლები. მე თბილისში მეორედ ვიმყოფები, ბედნიერი ვარ კვლავ აქ ყოფნით. წარმოადგენ 2 პრეზენტაციას ბოლო სიახლეების შესახებ. საქართველო არის დიდებული ქვეყანა. ძალიან კეთილი ხალხი ხართ. განსაკუთრებით მომწონს ქართული სამზარეულო. მადლობა მინდა გადაუხადო ბატონ მერაბ დვალს მასპინძლობისთვის, თქვენ კი მინდა წარმატებები გისურვოთ. I love it. I'm really in love with it. საქართველოში ჩამოვედი, მოხარული ვარ, რომ აქ ვარ. თბილისი არის ლამაზი ქალაქი. ხალხი, სამზარეულო, ბუნება, ყველაფერი შესანიშნავია. მადლობა მინდა გადავუხადო სტუდენტებს და ახალგაზრდა ექიმებს. იმედი მაქვს 3 საათიანი ინტერაქტიულ ლექციაში განხილული საკითხები დაეხმარება მათ პრაქტიკაში გამოსაყენებლად. Has become a pandemic. კონფერენციის ფარგლებში თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში გაიმართა ოფთალმოლოგიაში 2024-2025 სასწავლო წლის საუკეთესო რეზიდენტის დაჯილდოების ცერემონია. დაჯილდოება ტრადიციულად ტარდება პროფესორ ტატიანა შატილოვას სახელობის გრანტის ფარგლებში. ეს არის მნიშვნელოვანი პროგრამა, რომელიც უკვე მრავალი წელია ხაზს უსვამს გამორჩეული ქართველი ოფთალმოლოგის დიდ დამსახურებას და ზრუნვას მომავალი თაობის სპეციალისტებზე. ჩვენ ვარჩევთ ვინც ყველაზე საუკეთესოა, მაგრამ ეს კიდე უფრო მეც мотивაციას აწვევს, კიდე უფრო უკეთესი იყოს, ვიდრე არის სადღეისო. მე ამას ვხედავ და მე რაც მნიშვნელოვანია, ესენი მართლა გამორჩევა ჩვენ ტოვებთ ხშირად. თუ უნდათ რასაკვირველია, ტოვებთ ჩვენს კლინიკაში ამათ. მეორე მხრივ ფინანსური დახმარებაც არის. კლინიკა ახალი მზერა მათ უფინანსებს 1 წლის გადასახადს, რაც აქვს 28 რეზიდენტი გვყავს ჩვენ 28 რეზიდენტში, რომ შენ პირველს დაგასახელებენ, უკვე ბევრს ნიშნავს და ეს უფრო სტიმულია, რომ იტყვიან შემდეგ წელსაც კიდე იბრძოლო ამ წოდებისთვის. პასუხისგებლობა მეტი უჩნდებათ. ჩვეულებრივი რეზიდენტი კი არ არის, პროფესორ ტატიანა შატილოვას სახელობის ლაურეატია, ხო და ეს რასაკვირველია აძლევს დიდ სტიმულს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტური სამსახურის ხელმძღვანელი მაია ლომინაძე და დირექტორი პროფესორი ზაზა ბოხუა. ნებისმიერ შემთხვევაში მედიცინა ესეთი დარგია, რომელსაც ყოველთვის სჭირდება განახლება, მუდმივი განახლება, რასაც უწყვეტ სამედიცინო განათლებას ვქვით, უწყვეტ პროფესიული განათლება. არა მარტო მედიცინას, ალბათ ყველას სჭირდება, მაგრამ მედიცინას უფრო პირველ რიგში სჭირდება. მეორე თემა აქ არის ალბათ ყველაზე უფრო ხაზგასასმელი, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა უყურებს და ტრადიციების მიხედვით უნივერსიტეტის დევიზიც არის ტრადიციებიდან მომავლისკენ, ნელა იზრდებიან, ნახულობენ გამოსვლებს, თავის მე დღეს გაუსკიდებას ხაზი, რომ მე თვითონ მქონდა ქალბატონ პროფესორ შატილოვასთან შეხება, ბატონ მერაბთან, უკვე ამათთან, აქედან გამომდინარე, ეს ერთ-ერთი ის მომენტია, რომელიც ფუნდამენტალურად მედიცინაში მის ზრდას უწყობს ხელს, რომ ჩამოყალიბდნენ როგორც კვალიფიცირებული თანამედროვე ექიმი, არა მარტო ექიმი, მეცნიერი და მათ ჰქონდეთ სხვადასხვა გამომდინარე, რომ შეძლონ მსახურონ და ამ შემთხვევაში გაუწიონ დახმარება ჩვენს მოსახლეობას. ეს მათი კარიერული ზრდის მომენტი არის, კარგი გაგებით კარიერული, რომ ჩამოყალიბდნენ ღირსეული ექიმები.
თვალის კლინიკა ახალი მზერა, როგორც თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტთან აფილირებული დაწესებულება, წლების განმავლობაში აქტიურად უწყობს ხელს ახალგაზრდა ოფთალმოლოგების განვითარებას. სწორედ აქ გადიან პრაქტიკას და იღებენ გამოცდილებას მომავალი სპეციალისტები. შუშანი კლომიძე 26 წლისაა. უკვე მესამე წელია კლინიკა ახალი მზერის რეზიდენტია და ახლა უკვე პროფესორ ტატიანა შატილოვას სახელობის ჯილდოს მფლობელიც. მესამე წელი ახალმზარაში ვარ რეზიდენტი, შესაბამისად სულ მაქვს ბატონ მერაბთან ესე რა ვთქვათ კომუნიკაცია, მასთან ერთად მაქვს ბედნიერება რომ ვიმუშაო, რაც რა თქმა უნდა უდიდეს გამოცდილებას გვაძლევს ყველა რეზიდენტს და მსგავსი ესე რა ვთქვათ ჯილდოები თუ შეიძლება ითქვას, რა თქმა უნდა უფრო მეტად სტიმულს აძლევს რეზიდენტს, რომ უფრო მეტი იმუშაოს, განვითარდეს და რა თქმა უნდა უფრო მეტი ცოდნა მიიღოს. რა თქმა უნდა არის ძალიან დიდი ბედნიერება მსგავსი ჯილდოს მიღება და მსგავსი სტატუსის, მაგრამ ამ ბედნიერებასთან ერთად რა თქმა უნდა ვგრძნობ უდიდეს პასუხისმგებლობას და იმედი მაქვს, რომ ამ იმედებს გავუმართლა ყველას, ვისაც აქვს. ასე რომ პროფესორ შატილოვას სახელობის გრანტი არა მხოლოდ დაფინანსება, არამედ ინსპირაციაა იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებიც მეცნიერებას, ტექნოლოგიასა და ადამიანურ ზრუნვას აერთიანებენ. ხოლო ახალგაზრდა ოფთალმოლოგების მხარდაჭერა და მათი პროფესიული განვითარება კლინიკა ახალი მზერის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია.